ძალიან საინტერესო და რთული პოზიცია. ბევრი ფიგურაა დაფაზე, უამრავი შეტევა და დაბმა და მუქარა. მაგრამ შავებს უპირატესობა გვაქვს იმით, რომ სულად ჩვენია და ჭადრაკში ერთი სულით უპირატესობა ძალიან ბევრს ნიშნავს და რასაც ხედავ, ეს არის ჩანგალი, ცხენით დავემუქროთ დედოფალს და მეფეს ერთდროულად. და ავიყვანეთ მოწინააღმდეგის ყველაზე ძლიერი ფიგურა და მოვიგეთ. შემდეგი პოზიცია. მეფე არის დაუცველი, რადგან მისი მხედარი მოშორდა, გვემუქრება C3-ზე აყვანას და პაიკის მაგებას მხედარი C3 ბრიცელაზიის C3-ით. მაგრამ სულად ჩვენია და რადგან სულად ჩვენია, გვაქვს უპირატესობა. მოვიფიქროთ, რას გავაკეთებთ. აქ ვქნით გვემუქრება მხედარი C3-ს, მაგრამ ჩვენ უფრო ძლიერ ორმაგ მუქარას შევქნით დედოფლით. დედოფალი G2-ზე, ემუქრება შამათსაც და ცხენსაც და ავიყვანთ ცხენს. აქ რა ხდება? აქ ვუტევთ, ყავს მხედარი და დედოფალი და მეორე მხედარი, ეტლი ვერაფრით დაეხმარება თეთრებს ბრძოლაში და ვერც კუ ვერ დაეხმარება ვერაფრით, რადგან მეფეა დაბმული. ამიტომ მხოლოდ მხედრებით და დედოფლით უნდა ჩავსვათ შამათი. საერთოდ პირველი სვლა იქნება ესეთი ქიში და შემდეგ ვაკეთებთ შამათს. ძალიან საინტერესო პოზიცია. C ვერტიკალზე ყავს გავარებული სამი ძლიერი ფიგურა და ზოგადად როდესაც ვერტიკალზე ერთმანეთის უკან ზოგს უმაგრებენ ძლიერი ფიგურები, ეს არის თითქმის ორი ტანკი, რო ერთ ვერტიკალზე იყოს და ერთობლივად ისროდნენ ლულებს და ეს არის ძალიან ძლიერი კომბინაცია ძალების ერთ გადანაწილება და ყოველს უნდა ვეცადოთ, რომ ესე გავაკეთოთ. შემდეგ პოზიციაში რა ხდება? მეფე არის მიმწყვრეული, არსად წასვლა არ შეუძლია და აქაც დავინახე ორსვლიანი მარტივი ტაქტიკა, წირავთ ერთ-ერთ ძლიერ ფიგურას და ვაკეთებთ შამათს. რადგან მეფე იყო საკმაოდ კუთხეში და არც მისი მეომრები არ არიან ახლო-მახლო, რომ კარგად დაიცვან, არა და მეფე ყოველთვის უნდა დავიცვათ, რადგან ჭადრაკში მეფეა მთავარი. აქ შავებს უბრალოდ გამორჩათ მარტივი ტაქტიკა, მარტივი შამათი, როდესაც ზოგადად ჭადრაკში ორი ფიგურა ერთმანეთს ეხმარება და ძალებს აერთიანებს, მაშინ მათი ძალა ორმაგდება. ამ შემთხვევაში გაორმაგებულია კუს და დედოფლის ძალა და A1 H8 დიაგონალს სრულიად აკონტროლებენ და აკეთებენ ასეთ შამათს. აქ გაცილებით ნაკლები ფიგურა ყავს. შავებს ყავს ზედმეტი კუ, მხედარი და ეტლი, მაგრამ ჭადრაკში ამას დიდი მნიშვნელობა არ აქვს. ჭადრაკში მთავარია, როგორია პოზიცია. ამ შემთხვევაში ჩვენ გვაქვს უპირატესობა, რომ მეფე დაუცველია და ჩვენი მეფე თითქმის უკვე ძლიერ ფიგურა დააქცეული და ორ სვლაში ან სამ სვლაში დავაშამათებთ. მთავარია როგორია პოზიცია და მთავარია მოწინააღმდეგის მეფე რა მდგომარეობაშია. ამ შემთხვევაში მათი ზედმეტი ეტლი, ცხენი და კუ არაფერს არ ნიშნავს. და აქ როგორ იქნება შამათი? ეტლით უთხრათ G7-ზე ქიში, მეფე F6, ვაზირი E7, შეიძლება არა მოვიფიქროთ, პაიკით ქიში, მეფე F4, ვაზირი G4 არ გამოდის. ნახოთ მარტივი და სწრაფი მოგება, საერთოდ ეტლი G7 უნდა იყოს პირველი სვლა. და ახლა უნდა ვნახოთ ჩვენ მარტივი სწრაფი შამათი. ვაზირი E7, ლოგიკურია, ითხოვს პოზიცია ვაზირი E7-ს და ერთ სვლაში შამათი იქნება ეტლი G5-ით. შემდეგი პოზიცია. მეფე არის საკმაოდ უხერხულ მდგომარეობაში, რადგან ვერ მიდის B4-ზე, ვერ მიდის D5-ზე, ვერ
D4-ზე, მხოლოდ შეუძლია წასვლა B6-ზე. თუ B6-ზე გაგვექცა, მაშინ თავს შეაფარებს ეტლსთან უკან დაგვემალება, მაგრამ აქ ჩვენ ვისარგებლეთ დედოფლის ძალით, რომელიც აკონტროლებს დიაგონალებს, ვერტიკალებს და ჰორიზონტალებს ერთდროულად და გვეუბნებით ქიშს. შამათი. აქაც მეფე ისევ ცუდ მდგომარეობაშია. ჩვენ გვყავს დედოფალი და კუ და ჭადრაკში ძალა აქვს ორ ფიგურას, როდესაც მათი უნარები გაერთიანებულია და ერთობლივად ემსახურება მათი უნარები ერთ კონკრეტულ მიზანს, ამ შემთხვევაში იქნება მეფის დაშამათება და ესე სამი თეთრი მეომარი ერთდროული კომბინაციით მოიგებს ამ პარტიას. ჯერ შეეწირება ეტლი H7-ზე და შემდეგ გახსნილი ქიშით გავაკეთებთ შამათს. აქაც ფიქრობ შეწირვა იქნება კარგი და შემდეგ ისეთი შამათის მუქარის შექმნა. არა, არ გვაწყობს ჩვენ ესეთი შამათის მუქარის შექმნა. ჩვენ გვინდა ვიფიქრე ეტლი H8-ზე, მეფე H8, ლაზიერი H3. ვიფიქრე ლაზიერი H3 და მერე G7-ზე მუქარის შექმნა, მაგრამ ამით დროს დავკარგავთ და შევაფს ექნება რომ თვითონ შეგვიტიონ. ამიტომ პირდაპირ ეტლი G6-ზე შევწიროთ, ლაზიერი G6 და შამათი. აქ რა ხდება? აქ ხდება ის, რომ მეფეს ჯერ როქი არ გაუკეთებია და არ არის დამალული უსაფრთხოდ, ჩვენ ვისარგებლებთ კუს დაბმული მდგომარეობით. კუს არ შეუძლია არსად წასვლა, რადგან მეფე მოკვდება, როდესაც ერთ ვერტიკალზე ან ჰორიზონტალზე, დიაგონალზე დგას მეფე, თავისი ფიგურა და ჩვენი ფიგურა, მაშინ ჩვენ ამ ფიგურას ვაბავთ. ვსარგებლობთ დაბმით და ვეუბნებით ქიშს და ვაკეთებთ შამათს. შემდეგ პოზიციაში აქ სავარაუდოდ ვიგებთ დედოფალს, რადგან დედოფალს იცავს მხოლოდ მხედარი. ჩვენ კი ამ მხედრის მოშორება შეგვიძლია კუს გაცვლით. მაგრამ პირდაპირ ეს არ იქნება კარგი, რადგან ჩვენ თუ მხედარს მოკლავთ, დედოფალი მოგვიკლავს, ჩვენს დედოფალსაც წავაგებს, ამიტომ ჯერ ვაკეთებთ შეწირვას ეტლი C7-ზე, შემდეგ უკვე ვაშორებთ ამ დამცველ მეომარს და უკვე ვიგებთ დედოფალს. პირდაპირ ჩემი კუდესა მიითხოვს, რომ წამიყვანე G6-ზე და მათქმევინე ქიშიო. კიდევ ქიში და ვსარგებლობთ იმით, რომ პაიკი E5 აკონტროლებს D6 უჯრას და მეფეს არ შეუძლია არსად წასვლა.